კარგად დააკვირდით ამ ბრელოგს, მან შეიძლება ადამიანი სიკვდილისკანაც კი გადაარჩინოს. ეს არის პირდაპირ ქართულად რო ვთარგმნოთ სახის ფარი, რომლითაც პირველადი დახმარების დროს შეგვიძლია დაშავებული ადამიანი ვასუნთქოთ. აი როგორ კი ამ ყველაფერს ამ ვიდეოში აგიხსნით. სანამ დეტალებში ჩავალთ, როგორც იცით, ჩემი გამომწერებისთვის სექტემბერში გაიმართება სრულიად უფასოდ პირველადი დახმარების კურსი. იმისათვის კი რომ მოხვდეთ ამ გამომწერთა რიგებში, საჭიროა გამოიწეროთ ჩემი Instagram გვერდი და YouTube არხი და დადებულ ვიდეოებზე დააკომენტაროთ #პირველადი დახმარება. ახლა კი დაუბრუნდეთ სახის ფარს. აი როგორც ხედავთ, როდესაც შეფუთვიდან ამოვიღებთ და გავშლით, მას პირდაპირ აწერია, როგორ უნდა მოვათავსოთ ის დაშავებულზე. ამ სახის ფარს მოყვება როგორც ხედავთ ფილტრი ცენტრალურად, რომელიც ჩვენი დაცვისთვის და ჰიგიენურობისთვის არის მნიშვნელოვანი. მას აი ესე მოვათავსებთ ყურის სამაგრებით დაშავებულზე და შემდეგ შეგვიძლია პირველადი დახმარების გაწევის პარალელურად, აი ესე უკან გადაწეულ და რეკლინირებულ პოზიციაში, ასე ვთქვათ, ჩვენი ამონასუნთქი ჰაერით დაშავებული ვასუნთქოთ. ეს ხდება იმ ინტერვალებში, როდესაც გულმკერდის კომპრესიები მიაღწევს მაგალითად 30 გამეორებას, ამის შემდეგ მოდის 2 ჩასუნთქვის ეტაპი, თუმცა აქ პირველი პრიორიტეტი აქვს რა თქმა უნდა გულმკერდის კომპრესიებს, რადგან ამ კომპრესიების საფუძველზე ცირკულირებს საერთოდ სისხლი ამ დროს დაშავებულში. ჩვენს ორგანიზმში მოძრავ ვენურ სისხლსაც კი, რომელიც თეორიულად ჟანგბადით ღარიბია, საკმარისი მოცულობით ჟანგბადი აქვს იმისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში ჩვენი უჯრედები და უპირველესად ნერვული ქსოვილი ჰიპოქსიისგან, ანუ ჟანგბადის ნაკლებობისგან და სიკვდილისგან დაიცვას. შესაბამისად, თუ მარტო ხართ დაშავებულთან და ორივეს ვერ ახერხებთ, უპირველესი პრიორიტეტი არის გულმკერდის კომპრესიები, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დამატებითი ძალა და დამხმარე ყავთ, 30 კომპრესიაზე მოდის 2 ჩასუნთქვა, რომელიც თუნდაც ჩვენი ამონასუნთქიდან საკმარის ჟანგბადს აძლევს დაშავებულს, რომ პროფესიონალის მოსვლამდე ეს კრიტიკული მდგომარეობა დავასტაბილუროთ და რაც მთავარია, სიცოცხლე შევინარჩუნოთ.